კაი, მოკლედ თავიდან ჩავთ ჩანაწერი და. ასე ეგენი ჩემთან არ შეინახა და შეიძლება თავიდან რომ იმასაკრა. კი. გააკეთოთ. ხო, პლეიერის კი არა და ჰამერმენის ანიმატორში გადავედით. მაგრამ თავარი ანიმაცია ხო გქონდა რანი. იქვე გვაქვს აიდლიც. რანიდან გადავიყვანეთ აიდლზე, რანზე მაუს მარჯვენა ყილაკი make transition და მივაწყაპუნეთ აიდლზე, გადავიდა და მერე აიდლზე მარჯვენა ყილაკი make transition და მივაწყაპუნეთ რანზე, გადმოვიდა რანზეც. ეს transition-ები გავაკეთეთ, ასევე პლუს დავაჭირეთ აქ და შევქმნით ბული. დავარქვით run. და მერე თვითონ ამ transition-ებში has exit times თვიშავთ მარჯვნივ. setting-ებში transition durations ვანულებთ და condition-ში პლუსით რამაც უნდა შეასრულოს ეს transition-ი გადასვლა. run false-ი უნდა მოვნიშნოთ run-იდან idle-ზე როცა გადადის და idle-დან run-ზე როცა გადმოდის run true. როცა მივახლოვდება პლეიერი ამ hammerman-ს run-იდან თავიდან ხო დარბის თავის პონჩი. run-იდან ეგრევე გადავა idle-ზე. run გახდება მაგროს false-ი და მაგიტო. და როცა მოშორდები და შორს იქნები, მერე რო გააგრძელოს ის თავის პონჩის სირბილი, ისევ idle-დან გადმოვა run-ზე. run true გახდება მაგროს და ეგ შეასრულებს ამ transitions. აქაც has exit times თვიშავთ მეორე იმაზე transitions. ხო. idle-დან run-ზე რო გადადის, მაშინ run true, ხო? კი. და პირიქით run false. კი. ორივეგან გათიშე has exit time-ი და setting-ებში transition duration-ი გაანულე ორივეგებსგან. მას ჩემი მაუსი ორჯერ აძლევს ეთროულოდა, ხო არის ის პრობლემა შეიძლება იყოს? ერთ კლიკზე ორჯერ ეჭირება? ხო. არ ვიცი. ჩავარდნილი ხო არ არის, რაღაც გაჭედილი ხო არ არის თვითონ ღილაკი? არა. არ ვიცი. შეიძლება Windows-ზე არის შეგიძლია მაგის ცვლილება? არ ვიცი. რისი? ერთი კლიკით რო double click-ი იყოს. არა მას. მოიცა? ხო რაღაც mouse properties-ში შედია, დასერჩე setting-ებში. მან იმას აქვს. კონტროლ პანელის თუ setting-ებში. mouse properties რაღაც ეგრე ქვია. mouse დასერჩე და გამოჩნდება წესით. mouse settings. და additional mouse options. ხო, რავი, არ ვიცი. რამე სიჩქარე ეწერია მან slow and fast-ი როა. კი. აჩა. აუ, ეს click lock-ი მქონია ჩართული. ხო. click lock-ი. შეიძლება მაგის ბრალია ნახება. აი, ახლა ჩავთ იმას და ნახავობა. აუ, არა მას. მაინც იგივე შვება? ახლა უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც. მეცადე.
File Explorer-ი გახსენი, აი ეს ყვითელი ფოლდერი როა მერე და ზევით აი sort view და რაღაცეები რო არის ზევით რაღაც ტაბები როა. file home share და view. ხო, მანდ მარჯვნივ view-ს მარჯვნივ სამი წერტილი არის? არა მას. ეს ხან გაზიარებს ნახ. თუ არ გაქვს ნაშრომი. არა, მე ჩემთან მე Windows-ი არ ვარ და მაგიტო. არა. ზევით სამი წერტილი უნდა იყოს. რომელი Windows-ი გაქვს? 10. 10 გაქვს? აი views დააჭირე, აბა და მე options თუ აწერია სადმე. view და არა. views რო დააჭერ მე options აწერია? აკი. აკეთ ხარს. შედი მაგ option-ში. და მე მოძებნე change folder and search options. სამი ის არის general view და search-ი და. ხო. მანდაც იმას აქვს რა. რომელი შევიდე? general შედი, აბა. browse folders-ი click items follows და privacy. click items as follows. მანდ იქნება single click to open an item, point to select თუ რაღაც ეგეთი წერია? აი ეგ მონიშნე. და underline icon titles constant in my browser და ორი ის არის კიდე. მიცადე choose whether აი ჩავაგდე. ეს მოიცადე არა ეს single click-ით თუ გინდა შესვლა ეგ არის. ანუ მონიშნული იყო ეგ თუ გასათიში იყო? არა მას მეორე იყო მონიშნული. მეორე რომელი? აი ახლა ხომ აქვს მონიშნული. აი ეს ორი მთავარი. ეგ არის და მეორე იყო მონიშნული. აი double click to open an item. ოკეი. გაი, აბა ნახე, apply-ს დააჭირე მაშინ და ნახე თუ შეიცვალა. არა მას. mouse-ის ბრალი ხო არა? შეიძლება, აბა setting-ებში შედი, უბრალოდ settings. მე devices და მე mouse-ი ბო. დიახ. მე იპოვე additional mouse options. დიახ. double click speed-ი არის მან სადმე? buttons tab-ი უნდა იყოს. და მანდ იქნება double click speed. slow-ზე გადაიყვანე, აბა. ყველაზე slow-ზე ვაქვს. მაშინ რაღაცა driver-ის ბრალი არის. mouse-ის თუ იმის მას? mouse-ი სავარაუდოდ. ის რო არის, რა ქვია? start ღილაკი ხო არის მანდ მარცხნივ დაბლა კუთხეში? start-ის აიკონი როა. Windows.
მაგას მარჯვენა ღილაკს დააჭირება მაგაზე. და device manager-ი გახსენე. შემდეგ მას. Mice and other pointing devices ეწერება სადღაც. და ორი ცალია მაგ. მაგაში რო შეხვედი ორი ცალი დრაივერია? input LAN input device და SID compliant mouse. Update. იქნება. ხო, update-ი აქვს მაგ drivers, update შეგიძლია მაქედან ნახება, რო დააჭერ. ან მარჯვენა ღილაკს დააჭირი, ან რა ვიცი, რამე update-ი ეწერება სადმე. Update-ს დავაჭირე და browser search automatically დავაჭირე. უკვე გამოწერილია უმა. არ ვიცი რა, მე იმას ქენი იმაში გადატვირთე კომპიუტერი, ან რა ვიცი. მაშინ არ ვიცი, რა დავსერჩ შეგიყო. ან შეიძლება mouse-ის ბრალია. შეიძლება ხო. კაი, გააკეთე ესენი ტრანზიშენები, ხო? ორ წამას. ეს მარტო mouse შვება თუ არა, ეს თვითონ ის არ შვება მას, კომპიუტერსაც აქვს. როგორ? ანუ კომპიუტერს ხო აქვს, აი თვითონ ეს მარტო. ხო, ტაბი. mouse-ის მაგივრად რაც აქვს. ხო. ხო. აი მარტო mouse შვება, ეგ არ შვება. ხო, რაღაც mouse ბრალი იქნება. დროებით ეგ ტაბი გამოიყენა. რო არ აგიდიოს რა. გაუკეთე ტრანზიშენები? ოკეი. კაი, შევედი ხა სკრიპტში. Hammerman-ის სკრიპტში. და ზევით წერთ public animator animes. რო იმ detect player-დან დაკავშირება შევწოთ მე მაგაზე. Mouse-ი თუ კომპონენტი. ზევით კომპონენტებში. ჩემი გაზერებული ჩანს, ხო? Public animator anime. დავასეივოთ ეს, გადავიდეთ detect player-ში. და აქ on trigger enter-ზე რო გვიწერია player-ის თუ შემოდის, player-ი თუ შევა იმ collider-ში, trigger collider-ში, moving false-დება. და ასევე Hammerman, აქ დავწეროთ Hammerman script წერტილი anim, აი მაგით დავწერეთ იქ anime რო აქ გამოჩენილიყო public animator. anim წერტილი setpool. setpool იმიტომ რომ ეს ხო ბული არის. მასთან შეჯახება არ მწერია. რასთან შეჯახება? detect player-ში გვიწერია, ეგ detect player-ში გადადი. გიწერია, წინაზე დავწერეთ ეს. მენ ჰამერში. რანი გავაფოლსოთ აქ რა. აი ეს რანი. აი ეს რანი გაფოლსდება. იმიტომ რომ თავიდან ხო true არის. ხო, როგორც კი შეეხება, კი. ეგ enter-ი თუ exit-ი. ეს enter-ზე. და exit-ს უნდა ჩაუწეროთ ეს. ოღონდ exit-ზე true. იმიტომ რომ exit-ს რო გააკეთებ, თუ მოშორდები ისევ გაიქცევი.
და გახვალ იმ არეალიდან, მაშინ ხომ უნდა გააგრძელოს ის რა ქვია. მას არ მინდებს აქ. არ დაგისეივებია ანუ იქ. დავასეივე. მაშინ public-ი არ გიწერია. ხო, ანიმატორი დავწეროთ. public animator anime. და უნდა დაასეივო, რომ აქ შემოგთავაზოს მერე. Hammer scripts თვითონ სკრიპტის სახელს ხო არ წერ? ანუ აქ რაც დაარქვი, ეგ უნდა დაწერო. აი ზედა ხაზზე რაც გიწერია. ხო, მაგას პატარა ასოთი მიწერია მას. ხო, უნდა შემოგთავაზოს ეს შანსი არა. თუ აქ გიწერია public-ი და თუ დასევებული გაქვს. ხო, ანიმატორი ჩავუმატეთ ახლა მარტო. ხო, public animator anime მეტი არაფერი. ხო და მე ისა Hammerman script-ი და მე მას გადავედით detect player-ში და დავწეროთ ეს. ასკენ გაზირებული არ. ჩანს ახლა. ანუ Hammerman script-ში გვიწერია ეს public animator anime. აქ კიდე Hammerman script წერტილი anime. anime წერტილი setful. იქ როგორც დავარქვი და false ხო მას. კი. და იგივე on trigger x-იცეც ოღონდ run through. True. რო დაუბრუნდეს სირბილს, როცა მოშორდება. დაწერა? კი. So, დავასეივოთ, გადავიდეთ unit-ში და Hammerman-ს რომ მოვნიშნავთ, მარჯვნივ Hammerman script-ზე გამოჩნდება anime და non-animator ეწერება. წავიღოთ Hammerman-ი და ჩავაგდოთ აქ. Hammerman-ის ანიმატორი ჩავარდება. რომ იცოდეს script-მა anime-ში რას გულისხმობთ, ამის ანიმატორს. So, ჩავარდოთ ახლა. ხო, თავიდანვე idle-ზე გადავიდა, იმიტომ რომ თავიდანვე რანი არის false-ი. აქ, ამიტომ ანიმატორში აქ რანი ანიმატორში უნდა ჩავხატო. true უნდა გავხატოთ, კი, მართალი ხარ. ჩავურთე უბრალოდ ხელით და აი რანს აკეთებს. ეხლა მივახლოვდები. всё, დადგა. როგორც კი მოვცილდებით, აღადგინა მოძრაობა. როგორც კი მივახლოვდები, ჩერდება. როგორც გამოეცლები, ისე აგრძელებს მოძრაობას. ანიმაციასაც და თვითონ იმ ორ წერტილს შორის რომ მოძრაობს მაგასაც. აბაცადე? ოკეი. მას კიდე ის გასასწორებელი. რა? აი რამხრივადაც არ უნდა იყურებოდეს, მაინც ემის არ ტყავს, ანუ აუერ ხო გავაკეთეთ ჩვენ. ენემის რო არ ისა ვიცი ვერ მივხვდი. რასა მოვ? ანუ შაუერს რო აი თქვენ იმას შედით მას თამაში. ხო. შაუერი ვესროლო? ახლა მიტრიალით, უკან მიტრიალით. აი და ეგრე ესროლი. იას. ხო, მერე? მაინც ხდება. მე ხოლმე გავასროლი. რატო აუცილებლად მიტრიალებული უნდა იყო? იქნება ესე ისვრი. ანუ მაინც ზევით ისვრის და. ანუ ეს მაინც შესაძლებელი გვექნება რამ ხრი, ვიცი? რომ
რა ქვია, ეხლა ერთი ენემი რო გყავს, ოკეი, ამას მოარტყამ, მაგრამ სხვა ენემიც რო იდგება მერე, რომელს მოარტყამს. პირველს რომელსაც იპოვის, მაგას მოარტყამს და ეგ არ გვაწყობს ჩვენ. ამიტომ ეს მაინც ისე გვექნება გასაკეთებელი, რომ აი რაღაცით მონიშნო, აი toggle რო კონდეს რა, რაღაც პატარა ბურთივით რო გაჩნდეს ხოლმე ამაზე, ენემიზე და აი გადართვა რო შეგეძლოს რა, თქვათ, რომელ ენემისაც მონიშნავ, რაღაც სელექტივით რა, რომელი ენემიც გექნება მონიშნული, ამას რო ისვრი, თუნდაც აქეთ იყურებოდე, იმისკენ ისვრის რა. ეგრე გავაკეთოთ მერე. ეხლა ჯერჯერობით იყოს ეს, როგორც არის. კაი, ახლა ეთეკები დავამატოთ თვითონ ენემისი, ჰამერმენის. ხო ჩერდება. და რო ჩერდება, დაიწყოს ხოლმე ეთეკის გაკეთება. ეთეკის გაკეთება რო დაიწყოს, ჯერ ეთეკები გვაქვს ჩასაყრელი. ეგ ეთეკები არ გვაქვს ჯერ ჩაყრილი, ანიმაციები. ამიტომ შევიდეთ animation-ში, მერე PNG და აი ეთეკ 1-დან მივყვეთ. ზუსტად ისე აქ ამასაც როგორც players ქონდა და ყველა ფოტო მოვნიშნოთ პირველი ეთეკის, წავიღოთ, ჩავუგდოთ hammerman-ს. იერარქიაში მარცხნივ დავარქვათ hammerman ეთეკ 1. მერე ეთეკ 2-ს. hammerman ეთეკ 3. ესე 2 უბრალოდ. მოდი ამას მოვაკოპირებ, რომ მარტივად ჩავაფეისტო მერე სახელი. მერე მესამე ეთეკი დიდი ქონია. დიდი ეთეკი აქვს. მესამე. ბევრი ფოტო არის. ეთეკ 3. მერე air ეთეკიც აქვს. და ამას ეგრე დავარქვათ, ეს იყოს ეთეკ 4 air. რო ეგრევე რო შევხედავთ, ვიცოდეთ, რომ air ეთეკია რა. ეთეკ 4-ია წეროს, მაგრამ თან air. Save და კიდე აქვს special ეთეკიც აქვს. SP ეთეკ რო აწერია დაბლა, take it-ის მაღლა ფოლდერი არის. ბოლოდან მეორე ფოლდერი. special ეთეკიც აქვს. ჩავუგდოთ. ეს იყოს ეთეკ 5. special მივუწეროთ ბოლოში. save. ეგ არის. ანიმატორში რო გადავალთ, დაგხვდება აი ეთეკ 1-იც არის, 2-იც, 3-იც, 4-იც და 5-იც. any state-თან ახლოს მიიტანე, რომ აქედან transition-ები გავაკეთოთ მერე ამ ანიმაციებზე. როგორ? რო ჩაყრე. air ეთეკიც ხო? ეთეკ 4 დავარქვი მაგას, ოღონდ ბოლოში air, რომ მიხვდე, რომ air-ია. და მერე SP ეთეკ რო აწერია, მაგ ფოლდერშიც ყველა ფოტო ჩაყარე და მაგ ფოლდერიდან და ეთეკ 5 special დაარქვი მაგას. მე 5 ეთეკია, მაგრამ special არ. ეგეც რო ვიცოდეთ. მარტივად მიხვდეთ ხოლმე. ახლა პლუსით დავამატოთ int-ი. არა არის გადასული, უბრალოდ იქ შეიქმნა და მოკიდე და გაწიე რა. არ არის, ცალკე არის. უბრალოდ მან დადგა უბრალოდ პოზიციურად.
არა მასი. N3-დან არის გადაყვანილი N1 ატაკი. არ არის თქო, არა, მოკიდე და გადაწიე რა. გადავწერე ტრანზიშენი არის გაკეთებული მაგას შუა. ეთექი არის სტაფილოსფერი? ხო. რანაირად ანუ? სხვა ანიმაციები არ არის? აიდლი და რაღაცეები არის და ხვდა მანდ რანი? არ დავხო. გააზიარე. იყო ნახა არა. გააზიარე, არასწორად ჩააგდე იქ და საერთოდ სხვა ობიექტი შეიქმნა, სხვა ანიმაციით. გააზიარე მიდი. მაუსის პრობლემა. ვერ ვაგდებ ამ მაუსს. გააზიარე არა უშავს. კი უჯერა. აზიარებ? აზიარე. აბსოლუტურად. ჰამერმენზე მარჯვნივ ჩამოსქროლე, მარჯვნივ. ანიმატორი რო გამოაჩინო ისე. კომპონენტებში. მარჯვნივ. მარჯვნივ კომპონენტებში. ხო, აი მანდ. ჩამოსქროლე მანდ ანიმატორი. ეხლა ქვევით ფოლდერებში გადადი აიდლის ფოლდერში, მაგის აიდლის ფოლდერში. აიდლის ფოტოები სადაც არის. აი ეს idle 1 რო ქვია, ოთხკუთხედი როა, ეგ ჩააგდე მარჯვნივ ანიმატორში, კონტროლერი რო აწერია, hammerman რო აწერია. არა, არ შეხვიდე, არა, უბრალოდ უნდა წამოიღო და ჩააგდო რა მარჯვნივ ანიმატორში. hammerman რო აწერია კონტროლერზე, მაგის მაგირად ჩააგდე. რას ქვია არ ვარდება კაცო, წამოიღე და ჩააგდე, ხო? ახლა ხო დაბრუნდა ეს ანიმაციები. ის იმას მოკიდე, გადადი ეთექ1-ში, ეთექ1-ის ფოლდერში. ეს ოთხკუთხედი წაშალე. ოთხკუთხედი წაშალე. სამკუთხედიც წაშალე. ბიჭო, რა ჭირს კი, მაგრამ კაი, გადადი იმაში. ნაგვის ყუთში წადი, არა, ნაგვის ყუთში წადი, მანდ კონტროლ-Z ვერ შეცვლი მაგას. ნაგვის ყუთში წადი, კომპიუტერის ნაგვის ყუთში. bin ქვია მაგას, bin აკრიფე. არა, აქ კაცო ისა. დესკტოპზე იქნება, დესკტოპზე გადადიება. ერთი წამი აქედანაც არ წაგეშალოს ახლა. აი ეთექ1 ეთკ რო აწერია ფოლდერი, ეგ დაარესტორე, მარჯვენა ღილაკს დააჭირე და restore გავუკეთე. არ უნდა მონიშნო ჯერ, ისე ვერ გავუკეთებ. აი ხლა ხო არ იცის რას უნდა გავუკეთოს restore. უნდა მონიშნო და მერე დააჭირო მაუს მარჯვენა ღილაკს. restore. So. დაბრუნდი ხა იქ. unit-ში. აი ეს ორივე წაშალე, ოთხკუთხედიც და სამკუთხედიც. ანუ რომ მონიშნავ, delete დააჭირე პირდაპირ რა. და თავიდან ჩავაგდო ყველა. კი, ყველა თავიდან უნდა ჩააგდო. მონიშნე თავიდან Ctrl+A-ს დააჭირე. არ გინდა ამ მაუსს მონიშნო, Ctrl+A-ს დააჭირე. პირველიდან წაიღე ხა და ჩაუგდე hammerman-ს. Dark hammerman თუ enemy-ს არ hammerman არ ქვია, hammerman-ს არ ქმევდი თავიდან და არ აგერიოს ახლა, სულ არ ქვი hammerman ეთექ1. ეგრევსო? სო, ეგ არის.
მოიცა ფოლდერს შლი ისევ მე მგონი არა, ფოლდერი დავიშლი. ხო აქ ისე ჩანდა რომ ფოლდერი იყო მონიშნული ჭედავს ცოტა ის გაზიარება და ჰამერმენ ეთეკ 2 აქაც ჯერ წაშალე ის აი, რატო? ჩაგდეგენის დანარჩენები და ახლა სპეციალურად ყველა ენის თეითთან მიიტანე ახლოს მარჯვნივ ზევით ენის თეითი სადაც გაქვს მანდ მიიტანე ახლოს ეგ არის კაი შეგიძლია გათიშქვაზიერება და ჩვენ გაზიარებულ შეხედავთ გავაკეთეთ ტრანზიშენი. სამ ტრანზიშენს გავაკეთებთ მარცხნივ პლუსით დავამატოთ ინტეჯერი int რო ქვია ეს ამითი არ გამოგვიყენებია აქამდე როგორ გავაკეთებთ იცი ამან ხო რენდომად უნდა შეარჩიოს ხოლმე რაღაცა ეთექი და ჩვენ რენდომად რაღაც რიცხვს შევარჩევთ თქვათ ერთიანს თუ შეარჩევს ეთექ ერთზე გადავიყვანთ თუ ორიანს შეარჩევს ეთექ ორზე და ეგრე მაგით უგჭირდება ინტი რა ანუ რიცხვი ტიპის ცვლადი უნდა შევქმნათ რა რიცხვი უნდა ინახებოდეს ამ ცვლადში მთელი რიცხვები. ხო მთელი რიცხვები კი int დააჭირე და დავარქვათ ეთექ მერე ენის თეითიდან გადავიყვანოთ ეთექ ერთზე მას ეთექში არაფერი არ უნდა ნული იყოს. არა ნული იყოს თავიდან ნული უნდა იყოს რომ არაფერზე არ იყოს ნული როცა იქნება არ ეთექს არ გააკეთებს ერთზე გააკეთებს ეთექ ერთს ორზე გააკეთებს ეთექ ორს და ეგრე ტრანზიშენები გააკეთე ახლა ყველაზე ენის თეითიდან უკან არ უნდა ხუთივეზე უკან არა გადავიყვანოთ x-ზე რომ გაითიშოს ხოლმე x-ზე ეგ არის და ახლა ენის თეითიდან რო ეთექ ერთზე გადადის მაგ ტრანზიშენში setting-ებში transition duration-ი გავანულოთ და can transition to self გავთიშოთ ეს უნდა გავაკეთოთ ყველგან on any state-დან რო გადადის კი any state-დან რო ეთექებზე გადადის ბარემ ჩამოვაროთ ყველას და transition durations ვანულებთ can transition to self ვთიშავთ მაგრამ physics-იც თავი რატო არ გათიშული უკვე თავის გათიშულია რა გათიშულს გახვედრებს რა და
ეთეკ 1-დან რო exit-ზე გადადის, მან has exit time დავტოვოთ ჩართული, exit time-ში 1 ჩავწეროთ და transition duration-ი გავანულოთ. სუსტად ეგრე დანარჩენებშიც. exit time-ში 1 და transition duration-ში 0. Asta რარიცხვი წერია რის რატო არ იყო? იმაში ვერ მოვასწრებ. ბოლომდე არ აკეთებს მაგ დროს იმას რა ქვია. ყველა ფოტოს არ გაივლის რა. ერთს რო წერ 100%-ით რამდენი ფოტოც აქვს ბოლო ფრეიმამდე გადის. და ეს exit time-ი ყველგან გამოვიდა. არა, ყველგან ჩართული დატოვე. ეთეკებიდან exit time-ი უნდა კონდეს, რომ exit time-ი რო ამოიწურება, გაითიშოს თავისით რა. მოიცა. იქეშაო. ხო. ჩართულს ტოვებთ has exit times. როცა ეთეკებიდან exit-ზე გადადის. და any state-დან ეთეკ 1-ზე რო გადადის, მან ქვევით condition-ში პლუსით დავამატოთ ეთეკ და greater ეწერება, greater 0. greater-ის მაგივრად ჩვენ ავირჩიოთ equals, ანუ უდრის. და 0-ის მაგივრად 1. ეთეკ equals 1, 1-ს. ეთეკი უდრის 1-ს. ანუ ეთეკი როცა 1-ის ტოლი იქნება, მაშინ გადავა სხვა ნებისმიერი ანიმაციიდან ეთეკ 1-ზე. ეგრე უნდა გავაკეთოთ 2-ზე 2, 3-ზე 3 ხო? კი. ზუსტად ეგრე. ეთეკ equals 2, ეთეკ 2-ზე გადავა. ეთეკ equals 3. ეთეკ 3-ზე გადავა. ეთეკ equals 4. any state-დან იმაზე ხო ეთეკზე. კი. და ეთეკ equals 5 ბოლო special ეთეკზე როგორცა გადადის, არის მე-5 ანიმაცია. ეთეკი რო 5-ის ტოლი იქნება, მაშინ გადავიყვანთ. დიახ. Okay. აი. ახლა გადავიდეთ script-ში. Hammerman script-ში. და აი ცვლადების დავლას void start-ის ზევით რა. დავწეროთ მოიცადა? ხო. void-ი დავწეროთ, void ეთეკი. უბრალოდ ეთეკ დავარქვათ. ამ ეთეკს ჩავრთავთ მაშინ როცა მაშინ ბარემ public-ი იყოს, იმიტომ რომ detect player-ში ხომ გამოვიძახოთ მე აქ რომ გაჩერდება, აქ უნდა დავაწყებინოთ მე ეგ ეთეკი. რომ დაინახავს რა. ხო. ხო და ამიტომ public-ი იყოს, რომ იქ გამოჩდეს. public void ეთეკი. ხო და ხო ვთქვით, რომ შემთხვევით უნდა შევარჩიოთ ან 1, ან 2, ან 3, ან 4, ან 5, ხო? და თუ 1-ს შეარჩევს, ეთეკ 1-ს გააკეთებს ხოლმე? ეს random range-ით არის. კი, random range-ით უნდა გავაკეთოთ. ამიტომ აქვე შევქმნათ int random ეთეკ. ესე დავარქვათ, უდრის random წერტილი range, შეიძლება თქვი. აქ ჩავწეროთ 1, მძიმე. ბოლოს 5-ს არჩევს. ბოლო 5 არის. ამიტომ 6 უნდა ჩავწეროთ აქ. ანუ აქ ის range ხო, range-ში მარცხენას რასაც უთითებ, მაგას არჩევს, ითვალისწინებს და მარჯვენივ რასაც უთითებ, ბოლოს მაგის წინას არჩევს რა. ამიტომ ეს 1-დან 6-მდე შეარჩევს 1-იანს, ან 1-იანს, ან 2-იანს, ან 3-იანს, ან 4-იანს, ან 5-იანს. 6-იანს არა. და ეხლა შეგვიძლია if-ებიც დავწეროთ, თქვათ if-ი დაწეროთ და random ეთეკი თუ უდრის 1-ს, გააკეთებინო ეს ეთეკი, random ეთეკი თუ უდრის 2-ს, გააკეთებინო მეორე ეთეკი და ესე. მაგრამ switch-ი არ გამოგვიყენებია ჩვენ და მოდი გამოვიყენოთ ეგ switch-ი. ახლა switch დაწერ. რო დაწერ, tabs დააჭირე ორჯერ სწრაფად.
switch on და default გაიწერა მაგრამ. ხო, ჩემთანაც ეგრე. switch on-ის მაგივრად დაწერე random attack. წეგან ზევით რასაც დავარქვით, int-ს რაც დავარქვით და enter-ს დააჭირე. დაიწერა? random attack ხო, მასთან მეტი არაფერი შევცვალო. ხო, ჯერ არა. ეხლა ეს default-ი და break-იო წერია. მოდი ჩავწეროთ და მე ავხსნი უკეთესად როგორ მუშაობს. default-ის მაგივრად, აი ორჯერ დააწყაბუნე default-ზე, მოინიშნება default-ი და ორ წერტილი უნდა დარჩეს. მარტო default-ის მაგივრად წერთ case 1. ეს შეხლებში? არა, case 1 უბრალოდ. case გამოტოვე და 1. როგორ? break არ დაწერია ჩემ. დაწერე მაშინ. დაბლად case 1-ის დაბლად დავწერე break და წერტი მძიმე. რატო არ დაიწერა არ ვიცი. და case 1-ის მარჯვნივ ორ წერტილი წერი. წერტი მძიმე. case 1-ის მარჯვნივ ორ წერტილი წერია, მაგის მერე enter-ს დააჭირე, რომ დაბლა ხაზზე ჩამოვიდეს და case 1-სა და break-ს შორის ჩავწეროთ anim წერტილი set integer ცვლის int-ს. აი ეს ხო int-ი არის. set ფული ხო ბულს ცვლის, set integer-ი int-ს. ბჭყალებში უთითებთ ამასაც attack, როგორც ქვია ამ integers, ამ int-ს, attack-ი. მძიმე და ეს უნდა გაუტოლდეს random attack-ს, ხო? random attack-ი რასაც შეარჩევს აქ. აქ თუ ერთიანი შეარჩია, random attack-ი თუ 1 არის, მაშინ აი ამ აქაც ერთიანს ჩაწერს რა, აი ესე მოვა და აქ ერთიანს ჩაწერს. მაგასაც დავინახავთ. დაწერე? ეხლა ნახე ეს რას აკეთებს. როგორ? არასწორად გიწერია, რაღაცა ფჩხილი ხო არ გაკლია, switch-ი იწერება ესე ნახე. switch-ო წერია, მე ჩვეულებრივი ფჩხილები, როგორც if-ი იწერება ზუსტად ეგრე. ჩვეულებრივი ფჩხილები და მე ეს კვადრატული ფჩხილები, ფიგურული. შიგნით case 1-თან უნდა გეწეროს ორ წერტილი. საიდნა switch-თან აი თუ ფჩხილების იმაზე ხო არის მას. რა ხო არის ხოლმე აი აღარ დაკლებული ფჩხილებს შორის კვეტილი ხაზი. ხო. მაგარი გაკვეტილი ჩემთან მას public class-იდან სუბოლომდე. გააზიარე აბა ერთს, ვერ მიხვდები ეს. case 1 გამოტოვებით უნდა გეწეროს. case გამოტოვება ერთიანი. აუ. ეხა უყურე ეს როგორ მუშაობს რა. case 1 რას ნიშნავს? random attack-ი თუ არის 1. ნახე, switch ზევით რასაც უწერ. მაგას ამოწმებს case-ში რაც გიწერია, მაგას ადარებს რა. და random attack-ი თუ უდრის 1-ს, ეს case-ი თუ არის. მაშინ გააკეთებს ამას და breaks გააკეთებს, გაჩერდება აქ. ეხლა case 2-ს დაუწერთ ჩვენ, ანუ მოაკოპირე ეხლა break-იდან case-ში ჩათვლით. ფჩხილები არა, აი break-იდან case-ის ჩათვლით რა. წერტი მძიმეც გააყოლე breaks ბოლოში. მოაკოპირე და break-ის დაბლა რო ჩამოხვალ, ჩააფეისტე. იგივე ხო ჩაფეისტება და case 1-ის მაგივრად ჩაწერე case 2.
დიახ მას. ახლა, ეხლა რომ უკეთ ახსნათ, იმიტომ რომ ორი ცალი кейსი გვაქვს უკვე. switch-ი შეამოწმებს random attack-ი უდრის თუ არა, ან кейსში პირველ кейსში რაც გიწერია, ან მეორე кейსში რაც გიწერია, ამ რიცხვებს შეადარებს რა. როგორც if-ს უწერ ხოლმე, თქვათ, random attack-ი უდრის თუ არა 1-ს, ეგრე რომ დაგეწერა. მაგას აკეთებს switch-ი. if-ივით რაღაცა ამოწმებს. ოღონდ кейსები გიწერია ცალ-ცალკე. და თქვათ, ეს თუ ჭეშმარიტი იქნება, random attack-ი თუ პირველ кейსში რაც გიწერია, მაგ რიცხვის ტოლი იქნება, random აქ თუ შეარჩია ერთიანი, ხო შეამოწმებს random attack-ი უდრის თუ არა ერთიანს, იმიტომ რომ кейს 1-დან იწყებს, 1 რო გიწერია. ხო დაემთხვევა ეგენი ერთმანეთს. მართლაც უდრის random attack-ი ერთიანს. ჭეშმარიტი იქნება ეგ და შემოვა და ამას გააკეთებს რა. if როგორც მუშაობს ხოლმე. და ამას რო გააკეთებს, იქ attack-ს გახდის ერთიანს, random attack-ი მაგროს ხო ერთიანი არის. და breaks გააკეთებს, მეორე кейსზე აღარც გადავა, აღარც შეამოწმებს ამას. მერე ვთქვათ, აქ თუ random attack-ი არჩია ორიანი, აქ ხო შეამოწმებს random attack-ი უდრის თუ არა 1-ს, ეს მცდარი იქნება, გადავა შემდეგ кейსზე. შეამოწმებს მერე random attack-ი უდრის თუ არა 2-ს, რაც მეორე кейსში გიწერია, და მართლაც რომ დაემთხვევა და random attack-ი იქნება 2-ის ტოლი, აქ შემოვა და ამას გააკეთებს. attack-ს გახდის 2-ის ტოლს რა. და breaks გააკეთებს, მერე შემდეგ кейსზე აღარ გადავა. და ეგრე მუშაობს რა. ეხლა დავაკოპირებთ ამას და 5 кейსი გვექნება რა. რამდენი attack-იც გვაქვს? кейს 3-ზე იგივე, кейს 4-ზეც იგივე და кейს 5-ზეც იგივე. იმის მიხედვით random მარტო кейსები უნდა შევცვალოთ და მე თავის მიხედვით. კი. აი ეს ჩანაწერი ზუსტად იგივეს აკეთებს, რომ ესე ჩაგვეწერა. ნახე, უბრალოდ ჩავწერ საჩვენებლად. if random attack უდრის 1-ს, თქვათ. და აქ რო გწერებოდა ესეთი რაღაცა. აი ეს. და მე else if-ებით გვეგრძელებინა აქ რა. მიხდი? აი ეს რო გწერებოდა. მე random attack-ი უდრის 2-ს. და ეგრე. მე ბარემ ჩავწერ ბოლომდე რომ შევადაროთ რა. 4-ს თუ უდრის და 5-ს თუ უდრის. აი ეს და ეს switch-ი ზუსტად ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს. აქ ხო ამოწმებს random attack-ი უდრის თუ არა 1-ს და შესაბამის ერთიანს გახდის attack-ს. აქ ამოწმებს 2-ს უდრის თუ არა 2-ს გახდის, 3-ს უდრის თუ არა 3-ს გახდის და ეგრე. ზუსტად მაგას აკეთებს ესეც. random attack-ი თუ 1-ის ტოლი არის, ამას აკეთებს. random attack-ი თუ 2-ის ტოლი არის, ამას აკეთებს. იგივე ჩანაწერია რა. ამიტომ ზოგჯერ if-ის და else if-ების წერა თუ არ გინდა, შეგიძლია switch-ი გამოიყენო. კაი რამე არის switch-ი. ოკეი. ახლა გვინდა ესეთი რაღაცა. ეს უნდა გამოვიძახოთ იქით. detect player-ში, ხო? ხო, დავასეივოთ ეს კოდი. გადავიდეთ detect player-ში. და აქ ხო გვიწერია on trigger enter-ზე runs რო ვაფოლსებთ. idle-ზე რო გადავა, მაგის მერე ჩავწეროთ, რომ hammerman script წერტილი invoke repeating არა, შემოწმება რაღაც გვინდა, პირდაპირ ჩართვა გვინდა attack-ის. აი ეს უნდა გამოვიძახოთ. რომ შეარჩიოს მერე რენდომად რიცხვი და იმის მიხედვით რა რიცხვი იქნება, შესაბამისი attack-ი ჩართოს. invoke repeating-ით, იმიტომ რომ ეს უნდა გაამეოროს ხოლმე მერე. on trigger enter-ზე
ეთექი უნდა ჩავრთოთ გამეორებადი. რომ ერთხელ რო გააკეთებს, მერე კიდე გააკეთოს. სანამ არ მოკლავ ან საერთოდ გაექცევი. რო გაექცევი, მერე გავაჩერებთ ისევ. ამიტომ invoke repeating-ი ხო ამეორებს ფუნქციებს. ამას უნდა ჩაუწეროთ invoke repeating-ს სახელი, იმისი void-ის, void-ს ხო ეთექ დავარქვით ესე დიდი ასოთი. void public void ეთექ. ზუსტად ეგრე ჩაწერე აქაც. მერე მძიმე, მერე უწერთ რამდენ ხანში დაიწყოს, ან პირველი შესრულება რამდენ ხანში გააკეთოს, ამიტომ მოდი ერთი წამი იყოს, რომ აი რომ გაჩერდება, რომ დაგვინახავს და გაჩერდება, ერთ წამში დაიწყებს ეთექს რა. ანუ პირველ შესრულებას გააკეთებს ერთ წამში. და მერე უნდა ჩავწეროთ უკვე რამდენ ხანში ერთხელ ამეოროს. უკვე პირველად რო შეასრულებს, მერე პირველი შესრულებიდან მეორე შესრულება რამდენ ხანში იყოს. თქვათ იყოს 2 წამი. სატესტოდ ეხლა. ას მე მითითლებს მოდი. ხას. რას გიწითლებს? აი მაგ ხას. სად გიწითლებს ხოდა? აუ ეს detect player-ში უნდა ჩაგვეწერა. ხო, detect player-ში. ეს ხაზი მხოლოდ detect player-ში. აბა სად წერდი შენ? Power-ს. detect player-ში რო დაინახავს, ხო, მაშინ გვინდა რომ ეთექი გააკეთოს. collision player-ი ხო მას? რო ეჯახება. კი, collision tag player-ს ვამოწევთ on trigger enter-ზე. სხვას არაფერს ვამოწევთ მანდ. მარტო ეგ გვიწერია. აკაცად მიხნებს. სადაც ჩერდება. moving-ი ხო false-დება მანდ. run-იც ხო false-დება. ხო. დაწერე hammerman script წერტილი invoke repeating. შემოგთავაზებს ამას. მოიც თავიდან დავწერე. თავიდან დაწერე, ხო, თუ არ შემოგთავაზა, ანუ არასწორად დაწერე. უნდა შემოგთავაზოს, დაელოდე. წერო დიასოთი მეწერა მაგრამ. ხო, hammerman script-ი გეწერა დიდი ასოთი? მე მენ hammer დავარქვი ხო. და დიასოთი მეწერა. ხო და არა, დიდი ასოთი არ დაწერო, ანუ რაც დავარქვით ამ script-ში, იგივე. ანუ ზევითა ხაზზე რაც გიწერია, მანდ იგივე. ხო, ახლა გამოსვლა. დაწერე, ზუსტად ისე დაწერე ეთექი, როგორც აქ ქვია იმას void-ს. მერე ერთიანი ჩაწერე. რომ პირველი შესრულება ერთ წამში იყოს და მერე ორიანი ჩაწერე, რომ ყოველი შემდეგი შესრულება 2 წამში იყოს. ეგ ჩავწერე იმას. ყოველ 2 წამში გააკეთებს ეთექს. და ბარემ მოდი აქ რო გაჩერდეს on trigger x-ზე ჩაუწეროთ პირველ ჯერ გავაჩერ, ანუ აქ დავაკენსელოთ ეგრევე რა. ანუ moving through რო გვიწერია, მაგის მაღლა ჩაწერე ჯობია. hammerman script წერტილი cancel invoke repeating-ით ხო ჩაირთო ის ფუნქცია. და cancel invoke-ი დააკენსელებს მაგას. აქ უთითებ invoke repeating-ი? არა, cancel invoke საკმარისია, repeating-ი აღარ უნდა. cancel invoke და ეთექი void-ის სახელი რაც უნდა დააკენსელოს. დააკენსელებს აქ ეთექს. მერე moving-ი აღდგება და run-იც გადავა true-ზე. ოკეი, დავასეივოთ. გადავიდეთ unit-ში. და აი მგონი უნდა იმუშაოს. ნახოთ. რომ მივახლოვდებით, დადგება და ერთ წამში ეთექს დაიწყებს, ეგ არის. ხო, ოღონდ ლუპავს, ხო. ყველა ეთექს ლუპავს. კაი, ეს უნდა გავასწოროთ. მაგრამ კაია. არა, კაი ეთექები აქვს. ანუ თითო ეთექსზე როცა გადადის ლუპავს რა, ნახე, რატო ლუპავს? ეთექს ჩვენ რო ვირჩევთ იქ. ის გვაქვს ჩართული? არა. ეგეც ჩართული გვაქვს, მაგრამ ნახე რატო ლუპავს უფრო? ეთექი 5 რო გახდა, სულ 5 არის. და ერთხელ რო გააკეთა, გაითიშა, მერე კიდე აკეთებს, იმიტომ რომ 5-ია ისევ რა.
ანუ ეს ეთექი რჩება ის რიცხვი, ძალიან ელა ამოწა. ეს ეთექი რჩება ის რიცხვი, რაც შეარჩია. და უნდა გავანულოთ ხოლმე ეს რიცხვი. როგორც კი შეარჩევს, მაგის მერე უნდა გავანულოთ, რომ ერთხელ გააკეთოს ეთექი. ჯერ დავუაროთ და მოდი loop time-ებიც გავუთიშოთ. იმ სამკუთხედებს ჩამოუვარე და ქვევით ფოლდერში ანიმაციები სადაც გვაქვს, მონიშნე სამკუთხედები და loop time-ები გავუთიშე. მაგრამ ნახე loop time-ების გათიშვა არ უშველებს, იმიტომ რომ მაინც დალუპავს. აი დაგანახებ. მე მაინც იმას ხო. ხო. ნუ ჩვენსკენ არ ტრიალდება ეგეც გასასწორებელი გვაქვს. აი ერთი და იგივე ანიმაციას სამჯერ აკეთებს რა, იმიტომ რომ 5 რო გახდა, 5 არის რამდენიმე წამი. 1 რო გახდა, 1 არის რამდენიმე წამი და რამდენჯერმე ითიშება და თავიდან ირთვება. იმიტომ რომ ისევ ერთია, ვთქვათ, ის ეთექი. ამიტომ უნდა გავთიშოთ ხოლმე. Hammerman script-ში შევიდეთ. და ანუ აქ ეთექი რო 0-ზე გადავიყვანოთ შერჩევის მერე, ანუ თქვათ ერთიანი რო შეარჩია, მაგის მერე 0-ზე გადავიყვანოთ და ის ერთიანი რო შეარჩია, ხო დაწყებული აქვს უკვე პირველი ეთექი. და მაგის მერე 0-ზე რო გადავა, პირველ ეთექს რო დაამთავრებს, მერე უკვე 0 იქნება ის და აღარ დაიწყებს ახლდან პირველი ეთექის გაკეთებას რა. ანუ საკმარისია რომ ეთექზე რო გადავა, მაგის მერე 0-ზე გადავიყვანოთ ეს ეთექი და შესაბამისად მეორედ აღარ გააკეთებს. მაგრამ ნახე, აქ რო პირდაპირ ესე ჩავწეროთ ჩვენ, რომ anim წერტილი set integer, აი რაც გვიწერია. 0, აი ესე რო დავწეროთ. ესე ჩვეულებრივი, ანუ იმ ეთექსაც აღარ გააკეთებს რა, იმიტომ რომ ამასაც აღარ იზამს, იმიტომ რომ 1 რო გახდება აქ, ეგრევე 0 გახდება. ანუ იმდენად სწრაფად კითხულობს ამებს, რომ საერთოდ ვერ ჩართავს რა იმას, პირველ ეთექს. აი თუ გინდა გავტესტოთ. როგორ? აი გავტესტა უბრალოდ ჩემთან, შენ შეგიძლია არ გადაწერო. რა თქვი? აი მას reset კოდი არ არსებობს, რომ დაუწეროთ, რომ დაელოდოს მას სანამ აი ზუსტად მასეთი კოდის დაწერა მოგვიწევს, ნახე. აი საერთოდ აღარ აკეთებს იმას. ეთექებს, იმიტომ რომ ეს სულ 0 არის, ნახე. დაჟე არც ემჩნევა, რომ 1-ზე გადადის, ან 2-ზე გადადის, ან 3-ზე გადადის. იმდენად სწრაფად კითხულობს ამებს რა. ამიტომ დავაბრუნებ ახლა. და ესეთი რაღაცა უნდა დავწეროთ. ცალკე void-ი შევქმნათ. ეს იყოს გაჩერებისთვის რა, რომ გავაჩეროთ. ეთექი. Hammerman script-ში, კი. აი public void ეთექი ხო გვიწერია, მაგის დაბლა. დავწეროთ void stop ეთექ. ესე დავარქვათ. და ოჩენთან არ იმუშავებს. როგორ? მას იქო ის უნდა დავწეროთ. აი Hammerman script წერტილი invo creeping და მე ბჭყალებში იმასაც დავარქვით. კი. void-ს რაც ქვია. ო, მე attacks მეწერა და attack მეწერა იქ. ხო, გასწორე ეგ და აქ მე ჩაწერე აქ Hammerman script-ში void stop ეთექი და anim set integer ეთექ 0. ეს stop ეთექ ფუნქცია იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ ეთექი აი ეს ეთექი გაანულოს. მაგრამ ეს რო პირდაპირ გამოვიძახოთ, ხო იგივე იქნება, რაც წეგან მეწერა.
პირდაპირ შესრულდება ეს 0 ია. პირდაპირ გახდება და არ გააკეთებს და ამიტომ შენ რაც თქვი რომ დავაყოვნოთო ცოტაო მაგას აკეთებს invoke invoke repeating-ი ხო ამეორებს და ჩვენ მარტო invoke-ი უბრალოდ დაყოვნებით იძახებს ფუნქციებს აი აქ ჩავწეროთ ახლა invoke ფრჩხილები ამასაც უწერ ფუნქციის იმას სახელს top attack რომელი ფუნქცია უნდა გამოიძახოს დაყოვნებით მძიმე და მე უწერ იმ დაყოვნებას და ის დაყოვნება საკმარისია რომ ძალიან პატარა რიცხვი იყოს რა აი 0.01 სადღაც 0.01 f ეს რო ჩაუწეროთ საკმარისი იქნება რომ აი აქ რო გადავა attack 1-ზე მაქედან 0.01 წამში შესრულდება stop attack-ი ანუ გადავა 0-ზე მე attack-ი და ჯერ ხო მაგ დროს დამთავრებული არ აქვს პირველი attack-ი და რო დაამთავრებს უკვე 0 დახვდება რა და შესაბამისად აღარ გაამეორებს attack-ს. ეს მოვაკოპიროთ და ყველგან ჩაუწეროთ აქ case-ებში. ყველა case-ში ჩაუწერე attack-ს. მეუბნება ეს გაგლიაო. ხერია. როგორ? ხელი გაგლიაო მეუბნება. სად? ეს void stop attack-ი ხო გარეთ დაწერე. void start-ის ზევით. ახლა აღარ. ხო. invoke stop attack 0.01 f. Okay. აბა ახლა ვნახოთ დავასეივოთ ეს და შევამოწმოთ ეგარი. ანუ ყოველ ორ წამში აკეთებს ახლა random attacks რა. და აქ ანიმატორშიც რო დავაკვირდეთ, ნახე. ხო, აი ოდნავ ეტყობა რომ რაღაცა რიცხვი ხდება და მე ნულდება. 0.1 წამში. ეგეც იმდენად სწრაფად ხდება რომ ჩვენთან არ ხდება. გაზიარე. ასე ერორს მიდესვას. გაზიარე. მოწამოიცა. მეგონი მიხდიოთ. ანიმი არ გაქვს სადღაც ჩაგდებულიო. ის ანიმატორი რო შეცვალე ეთყობა. აი ანიმატორი. ჰამერმენის სკრიპტში არ გაქვს. ხო, ჰამერმენი ჩააგდა. ნდება თუ რა ატაკს არ აკეთებს. გაზიარე, მიდი. ანუ აი რაღაცა სტილო, მაგრამ ვერ იმართება. გაზიარე. ახლა ვაკ მიხვდი მას ეს აქ რო შევცვალე არ დავისეივებია. ხო. attack შენ მრავლობიჩი დაარქვი იქ? void? ხო. ხო. მოიცადე, კიდე რატო დადის? არ უნდა დადიოდეს ეს. უნდა იდგეს და ისე უნდა აკეთებდეს attack-ს. ცაკეთეს ბარდა.
გამორთე. ანიმატორი მაჩვენიება. გადასვლებში სწორად გაკეთებული? გამორთე თამაში ოღონდ. მარტო ორს იჩენს. თამაში გამორთე. აი მესამეც არჩია რა გინდა. ანიმატორში მაჩვენიება ტრანზიშენებში. ტრანზიშენებში any state-დან რო იმას ეთეკებზე გადადის. ნორმალზე გადაიყვანა მან. ქვევით დამანახე. ეთეკ equals 1. კაი, შემდეგი ეთეკ 2-ზე. ეთეკ equals 2, ეთეკ 3-ზე. ისავს. აგოთრ. აკუც. ოკეი, ეს სწორად არის. შეიძლება შემთხვევით ერთიანები შეარჩია წეგან და შედი იქა სკრიპტში. რა ისაა მე არჩიოს. ერთი წამი დამანახე 1-დან 6-მდე. random ეთეკი, stop attacks. ყველგან უნდა ჩაწერო, იგი invoke. ქვევით case-ებში უნდა ჩაწერო. მოკოპირე და ეს ქვედა ხარ ახლა ჩანდოშო. არა, პირიქით, ზევით ჩასვა ახლა ის invoke. ეგ არის. და ის არ ჩერდება, ხო? არა. Detect player-ში გადადიება. Moving false გიწერია? გიწერია. კაი, მაშინ main hammer script-ში გადადიება, შეიძლება moving-ი არ გაქვს შემოწმებული. hammer script-ში. double update-ში ჩამოდი. არა, გიწერია moving-ი. აბა არ false-დება moving-ი თუ on trigger enter-ი. კაი, შეამოწმება ერთს ჩარტი თამაში. და ის point-ები შორის გაქვს? თუ ძალიან ახლოს არის. რა point-ებს შორისაც დადის? ორი წერტილი რო გვაქვს მაგ point-ებს შორის რო დადის. ძალიან ახლოს ხო არ არის? ან დიდი ის ხო არ აქვს? აი ეს ერთი აქ არის. მარჯვენა, მარცხენა? აუ. მარცხენა აქ. ცოტა შორს გაწია, აბა შეიძლება სულ ეხება მაგ იმას, რო უახლოვდები იმ ადგილზე აჩერებ, სადაც ეგ პოინტი არის. და ხო, რო რამე რა შეგვიძლია იცი, რომ მიუახლოვდები ეგ პოინტები ჩავაქრობინოთ. რო ისევ არ კონდეს ეგ პოინტები, რომ შემთხვევით არ შეეხოს კიდე და მოძრაობა არ დაიწყოს რა. როცა players უტევს მაგ დროს. და როცა დაშორდები, მე აღვადგენთ მაგ პოინტებსაც. მეგონი ეგ ჯობია, რომ დავიზღვიოთ თავი მისგან, რომ იქ თუ გააჩერე ეთეკი თუ იქ დააწყებინე და მე ინდიაში იმოძრავებს ეგეც ეთეკის დროს. ჩარტი და გატესტე, აბა. და ასეივე თან ისა სცენა. აქ ის YouTube-ი ხომ თუ არ სცენა და ასეივე სანამ ჩართავ. არ დაგი კრაშოს ხოლმე არა რაღაც სცენა არ გაქვს დასევებული. დავასეივე. გაჩერდა. ოკეი. კი, აკეთებს. შვენიერი. მაგრამ ამოსაკეთებს მარტო. არ აკეთებს მარტო მაგურს, კაცო. შემთხვევით ირჩევს და
ეხლა სხვა არჩია. ვა დირექტორად იმოსტის. ხო, ნუ ეგ შემთხვევითობა არის. მერე შეგვიძლია რომ რაღაცა შანსები მივცეთ, რომ ზოგი ეთექის არჩევის შანსი, ამორჩევის შანსი უფრო მეტი კონდეს ან რაღაც ეგეთი. თან ბერსოი გააკეთებს ერთდროულად. იქნებ და იგივეს იქნება ამოვარდეს და არ იქნება ეგ. ხო. კაი, ისა რა ქვია. მოდი ეს გავაკეთოთ, რომ პოინტები ჩაუქროთ, როცა მივახლოვდები რა. ჯობია რა. რასის გამოუშვოთ უბრალოდ. თქვი ხო გვაქვს? სეტექტივით ამბობ? ჩავაქრობთ უბრალოდ რა. აი detect player-ში აქ რო შეეხება. მიცადე. მაშინ აქედან გვინდა წვდომა. ერთი წამით აქ მას ეს ყველაფერი ერთ სკრიპტი, ეს ყველაფერი ახლა ერთ სკრიპტში დაიწეროს შესაძლებელია. კი, როგორ არის შესაძლებელი, მაგრამ რა ჯობია ესეც ასაკი გქონდეს და მე უკავშირდებოდე. იმიტომ რომ ერთ სკრიპტში ძალიან დომხალი იქნება მე. თორე ისე შეგიძლია კი. როგორ ჯობია ახლა ჩვენ აქ წვდომა გვაქვს იმ point right-ზე და point left-ზე. კაი, აქედან გავუკეთოთ წვდომა. Detect player-ში ზევით შექმენი ორი ცალი game object-ის ტიპის ვადი. Public game object. ან მოდი მასივი იყოს და ორივე ჩავაქროთ მერე. პრინციპში დიდ მნიშვნელობა არ აქვს და for loop-ი ყველა რო არ გამოვიყენოთ point right ძიმე point left. ესე არ ქვია? ესე და არ ქვი? Point right, point left-ი და აქ უთხრათ როგორც კი player-ი შეეხება point right წერტილი set active false-ი და იგივე ოღონდ point left-ზე. მერე ეს მოვაკოპიროთ და აქ ჩავაპეისტოთ და გავხადოთ true. on trigger x-იცეთ true რო გახდეს. ჩაუწერე? კი. ოკეი, დავასეივოთ, გადავიდეთ და detect players რომ მონიშნავ მარჯვნივ detect player script-ზე გამოჩნდება point right და point left. Point right-ში point right-ი ჩავაგდოთ და point left-ში point left. ას detect player-ის რო გავუზადოთ, არის უნდა დააფიქსიროს. იქ collider უნდა გავუზადოთ, ხო? კი, detect players უნდა გავუზარდო collider-ის radius-ი 1 და 5 უწერია ეხა ჩემთან. თუ დიდ რიცხვს ჩაწერ, გაიზრდება. ოკეი.
აი ჩამქრალია ეხა point left და point right. და მე რო გამოძრავდება ესეც აღარ შეეხება იმ პოინტებს რა. და ეხა რო გავექცევი, აი აღდგა ეგრევე point left-იც და point right-იც. რომ მიდიხარ ქრებიან. როგორი ანიმაციები. ძალიან. კაი. შემდეგისთვის მოდი აბა ცადე მაგან რო სიცოცხლე დაგვაკლოს. ზუსტად იგივე პრინციპით, რა პრინციპითაც აი აქ გვაქვს გაკეთებული. აი hitbox-ით რო გავაკეთეთ player-ი რო აკლებს. აი ეს hitbox-ი და hitbox size-ი რო გვაქვს და enemy layers ამოწმებს. ზუსტად იგივე უნდა გააკეთო იქიდან ოღონდ. თავისი hitbox-ი უნდა კონდეს enemy-ს და მაგან უნდა შეამოწმოს player layer-ი. აი ზუსტად იგივე კოდი უნდა გამოიყენო, რაც აქ გვიწერია. უბრალოდ აქ enemy health მაგირად გასწორებელი კიდე. რა არის? აი როცა ატაკის იმაში არის. ხო. მაშინ მე damage ვერ უკეთებ. ოკეი. hit-ის ანიმაციაზე არ გადადის? არც hit-ის ანიმაციაზე არ გადადის, damage-საც ვერ უკეთებ. აი მას ყველა ის არ დავხარჯე და მაინც ცოცხალია. არა, ცოცხალი არ არის. უნდა მოკვდეს ესეთ არ კვდება? სუ ეთექს აკეთებს? ოკეი. ხო, მაგას მარტივად გავასწორებ. არა, ჩემთან მოკვდა. მაგრამ შეიძლება შენ იმ დროს მოარტყი, როცა ეთექი უკვე დაწყებული ქონდა. და DS-ზე არ გადავიდა შეიძლება? მაგრამ ამისი DS-ი ხო ბულით გვაქვს. კი, ბულით გვაქვს. რა შეგვიძლია იცი, რომ იმაში Hammerman-ის სკრიპტში კი არა და enemy health-ის სკრიპტში. enemy health-იდან ხო უკავშირდებით Hammerman სკრიპტს. აი აქ რო moving-ი რო გავაფოსეთ, როცა კვდება. moving-ის გაფოსებასთან ერთად შეგვიძლია რომ ჩავწეროთ. აი ზუსტად იგივე რაც იქ გვიწერია, იქიდან შეგვიძლია მოვაკოპიროთ. cancel-ით მოვუქი რო გვიწერია. cancel-ით მოვუქეთ ეკი რო გვიწერია, იქ შეგვიძლია მოვაკოპირო. და enemy health-ში აი იქ ჩავაფეისტოთ. დაკენსელდება ამისი ეთექი, როცა მოკვდება რა. და შანსი არაა მე არ მოკვდეს. აი კვდება. რა შევა კვდება? რა? კვდება გატესტე? მე არ გამტესტე. დაუწერე cancel-ი. დაუწერე ვარტო. Hammerman cancel-ი მოვუკეთე კი. კი. შენთან ეთექსი უნდა დაწერე. ექსადმას. enemy health-ში. collision-თან სადაც კვდება enemy health-ში, damage-ში. player-ო clone იმას. არა ეგ პრინციპი ყველგან გვაქვს ჩასაწერილი. რა player-ო კლონი რა შუაშია? damage-ში მე on trigger-ში. damage-ში, სადაც კვდება თქო. damage-ში არ კვდება? health-ი ნაკლებია თორე ნულზე. აქ moving-საც ვაფოლსებთ აქ, რომ შეწყდეს ისა რა ქვია, მოძრაობა როცა კვდება. იმიტომ რომ გახსოვს რო კვდებოდა ისევ რო აგრძელებდა მოძრაობას.
ჩავამატ და გავტესტავ. გატესტება. არჩევა მას. როგორ? თან რო გამოეცანი მაშინაც აგრძელებს ათაკებს მას. ეთექს სწორად ჩაწერე? იმ აბა რანაირად გააზიარე მიდიება. ეს ყველგან ჩავეწერე მან. კი. მაჩვენე აბა ჩარტ თამაში. ერორია რაღაცა. ანიმი არ გაქვს ჩაგდებული enemy hell-ში. ის ანიმატორი რო შეიცვალა ყველგან, სადაც ანიმი გაქვს ჩასაგდები, მათ ჩააგდო ახლიდან. ჰამერმენი მონიშნე და enemy hell-ს სკრიპტი რო აქვს მიბული, ნახავ მან დაინახავ. ჰამერმენი უნდა ჩაუგდო ისევ. აი non animator სადაც აწერია ჩააგდა. ახოს მენ ჰამერს ვიცუ enemy hell-ში. კაი, გატესტე ხა? ვახლა. მახას ვარ იმუშავა. იმუშავებს საწავა. არა, კიდე ამოვაგდო. Point right-ი არ გაქვს ჩაგდებული detect player script-ში. რო ჩააქროს ის point right-ი და point left-ი. Detect player script-ში, detect player-ში. Hammerman-ი გაქვს მონიშნული detect player script-ში. ხო, ეს point-ები არ ჩაგიგდია და მაგით. აბა გატესტე. ახლა შეიძლება. კი. მოგდა? ოკეი, შენიერ. კაი, მოკლედ შემდეგისთვის თუ დრო გექნება, ცადე რა, რომ იმანაც დავაკლოს სიცოცხლე ზუსტად იდენტურად როგორც ჩვენ ვაკლებთ. აი, რო დავახატინეთ ის hitbox-ი რო ქონდა და ის წითელი ოთხკუთხედი რო დავახატინეთ, ზუსტად ეგრე უნდა გააკეთოს იმანაც. ოკეი.